მოქალაქეები 750.000 ლარამდე სესხის აღებას უცხოურ ვალუტაში ვეღარ შეძლებენ. უფრო კონკრეტულად კი ის ადამიანები, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვთ, უცხოურ ვალუტაში სესხს 750.000 ლარამდე ვეღარ აიღებენ. რითი ხსნის ამ რეგულაციას ეროვნული ბანკი და რაც მთავარია, რა ეფექტი შესაძლებელია კონდეს ამ ყველაფერს ცენტრალურ ეკონომიკაზე. თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში ნოდარ სირბილაძე, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის თანადამფუძნებელი გვიერთდება. ნოდარ, ძალიან დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის. მოგესალმებით, მადლობა პირიქით მოწვევისთვის პალატა და წარმატებას უსურვებ თქვენს პროექტს. მადლობა დიდი. პირველ რიგში მინდა განმარტებებით დავიწყოთ საუბარი 750.000 ლარამდე სესხების შეზღუდვა უცხოურ ვალუტაში. როგორ გგონიათ, რა არის თავად ასე ვთქვათ, მარეგულირებლის პოზიციიდან რომ გამოვიდეთ, რა არის ამის მიზეზი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და თავად მარეგულირებელი როგორ ხსნის ამ ყველაფერს. კი ბატონო, პირველ რიგში იმით უნდა დავიწყოთ პატა, რომ ზოგადად ეს საკრედიტო სავალუტო ლიმიტი არაერთ გზის გაზრდილა მოკლედ, ბოლო გაზრდა იყო 2025 წლის დასაწყისში 500.000 ლარამდე, 2024-შიც მაშინ 400.000-მდე თუ არ მოიმატა და ახლა უკვე 1 აგვისტოდან ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომ 750.000 ლარამდე სესხები უკვე აღარ გაიცემა უცხოურ ვალუტაში. ლარში, ასე ვთქვათ, არსებული სესხები. ვის ეხება პირველ რიგში ეს უნდა ვთქვათ, ხო? ეს ეხება იმ კატეგორიას, რომელიც შემოსავლებიც არის უშუალოდ ლარში და ლარში თუ შემოსავალი, მათ არ შეუძლიათ რომ ეს დოლარი ამ ეკვივალენტში იყიდონ. რაც შეეხება თვითონ არგუმენტაციას და განმარტებებს, რამდენიმე მიმართულება რაც შეიძლება გავსაზღვროთ და ამ მიმართულებებს აქვს ერთი საერთო ფუძე და კონცეფცია. ეს კონცეფცია არის დედოლარიზაციის პოლიტიკა, იგივე ლარიზაცია. აი ახლაც ეროვნული ბანკის განმარტებები ამ თემასთან დაკავშირებით, როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს, იყო შემდეგი, რომ ერთგვარი სავალუტო რისკების პრევენციასაც ახდენენ და რაც ძალიან მარტივად ვთქვათ, ეს კონცეფცია რაც გულისხმობს, რომ პირობითად თუ ადამიანს, ანუ მათი პოზიცია რა, პირობითად თუ ადამიანს სესხი აქვს, უბრალოდ შემოსავალი აქვს ლარში და შემდგომში სესხს დოლარში იღებს, ბუნებრივი ვარ, ამ სესხის მომსახურება მას მოუწევს დოლარში, მაგრამ კიდევ გამომდინარე, რომ შემოსავალი ლარში აქვს, კურსთა ცვლილების გამო შეიძლება ამ სესხს გარკვეული პრობლემა შეიქმნას, რაც ვერ გადაიხადოს, გადახდის უნარო იყოს და ასე შემდეგ და ეს არის ერთი მთავარი არგუმენტაცია, რაც წამოყენეს. ჰეჯირების არგუმენტაციაც ვთქვი. ჰეჯირების არგუმენტაცია. და მეორე, რაც ვახსენე, ეგრეთ წოდებული ლარიზაციის პოლიტიკა, რომელიც განხრაც ზოგადად მრავალფეროვანია სხვადასხვა მიმართულებით, ეროვნული ბანკი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ადამიანებს შეუზღუდოს დოლარის აქტიურად გამოყენება, ეგრეთ წოდებული დოლარიზაცია შეზღუდოს და პირიქით აქცენტი გადაიტანოს ხოლმე უშუალოდ ლარში. აი ეს კონკრეტული ქმედება 750.000 ლარამდე თავად მათი განმარტებით დაახლოებით 1000 სესხს მოიცავს, შეეხება, ისინი ვეღარ აიღებენ უცხოურ ვალუტაში ამ 1000 სესხის ფარგლებში და პორტფელი დაახლოებით 150 მილიონი დოლარია ჯამში. და როგორც უკვე აღნიშნე, ხო, მთავარი არგუმენტაცია მაინც არის წინა პრეზიდენტიდან დაწყებული ეგრეთ წოდებული დედოლარიზაციის პოლიტიკა. ნოდარ, საინტერესო გარემოებას შეეხება, მოდი რიცხვებით გავყვეთ ამ საკითხს. ჩვენ თუ მაგალითად საუბრობთ დედოლარიზაციის პროცესზე, დედოლარიზაცია ყველაზე კარგად იზომება დეპოზიტების დოლარიზაციის კომპონენტში. ჩვენ თუ მაგალითად გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემებს შევხედავთ და ვინახავთ, რომ იმის მიუხედავად, რომ გასულ წელს ორჯერ გაიზარდა ეს ზემოთხსენებული ლიმიტები 300.000-დან 400.000-მდე და შემდეგ უკვე 400.000-იანი ლიმიტიც გაიზარდა. ამის მიუხედავადაც გასული წლის მე-4 კვარტლის ბოლოს ჩვენ სესხების, უკაცრავად დეპოზიტების დოლარიზაცია გაგვეზარდა 59%-დან 53%-მდე. რეალურად ჩვენ მონაცემებით ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკა მაინც და მაინც სუბუქად რომ ვთქვათ, ასე ვთქვათ, კარგად არ მუშაობს და ეფექტიანი არ არის. მაშინ რატომ ხდება ჯიუტად აი ამ პოლიტიკის გაგრძელება? კი ბატონო, პატა, აბსოლუტურად დაგეთანხმები და მოდი დავიწყოთ ზოგადად რატომ დავიწყეთ დედოლარიზაციის პოლიტიკა და ეგრეთ წოდებული ლარიზაცია. რა არის ამის მიზეზი? ანუ რატომ ხდება რომ დოლარიზაცია არის ჩვენთან მაღალი, ხო? ამ ყველაფერს თავარი მიზეზი არის ის, რომ მოსახლეობის ნდობა უფრო მეტად არის დოლარის მიმართ, ვიდრე ლარის მიმართ. იმიტომ რომ სხვადასხვა გარემოების წლების განმავლობაში ლარის არასტაბილური ქცევებით, ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკებით, მათ შორის ფულის ბეჭვდა და ასე შემდეგ, რომლის საშუალებითაც ინფლაცია, კურსის მკვეთრი მერყეობა, კრიზისების დროს კურსის მერყეობა, ანუ ეს რაღაცა გამოცდილება ადამიანებს დაუგროვდათ და ნდობა ლარის
ლარის მიმართ არის დაბალი. და შესაბამისად, აი უბრალოდ რომ გადავავლოთ თვალყური, რამდენი შოკი გავიარეთ. როგორც შიდა შოკი, ისე საგარეო შოკი, ხო? მაგალითად პანდემიის პერიოდი რო ავიღოთ, გაურკვევლობა ბუნდოვანება იყო, სად წავიდა ლარის კურსი, ხო? როგორ გაუფასურდა. იგივე იყო შემდგომში შიდა ესკალაცია რაც ხდა გაურკვევლობა, აქაც ლარი უფასურდებოდა. რატო ხდებოდა ეს, ხო? ანუ ადამიანებს იმდენად არ ვენდობით და ენდობიან ლარს, რომ პატარა გაურკვევლობის ფონზეც კი ირჩევენ უფრო სტაბილურ ვალუტას. აი თქვენ ახსენეთ მაგალითად 2024 წლის მეოთხე კვარტალი, სადაც დოლარიზაცია დეპოზიტებში გაიზარდა. ანუ ადამიანებმა იფიქრეს, რომ იმ ბუნდოვანებაზე, რაც ქვეყანაში დაიწყო, არჩევნების მერე და ის ცნობილი განცხადებაც, რომ ევროკავშირთა ურთიერთობების შეწყვეტა ხდებოდა, აი ამ ფონზე უკვე დაიწყეს ადამიანება უფრო მყარ ვალუტაში ინვესტირება. ფაქტობრივად ეს ინვესტირება ფული შეინახეს უფრო მყარ, ასე ვთქვათ, ვალუტაში. ანუ ამბავი არის ისეთი, რომ ადამიანები ჩვენთან ლარს რაც არ უნდა მთელი რიგი ეს შემზღუდველი პოლიტიკა გაატარონ და ეს პოლიტიკა ნუ წინა პრეზიდენტი დამოკრა რამდენი წელია ეროვნული ბანკის ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტიც ამას იძახდა რამდენი წელია შემზღუდველი ღონისძიებები ტარდება ხო არ არის ეს მარტო სესხის ლიმიტები ხო იგივე მინიმალური სარეზერვო ნორმა დოლარში რამხელა და ლართან შედარებით რამხელა ერთგვარი გაპია ხო ამით იმის თქმა მინდა რომ მიუხედავად ამ ღონისძიებებისა ხელოვნურად როგორც ასეთი ვერ აიძულებს საბოლოო ჯამში ადამიანს რომ გადაერთოს ისეთ ვალუტაზე, რომელ ვალუტასაც არ ენდობა. ადამიანი მაინც რაციონალურ არსებაა, როდესაც საქმე მის კეთილდღეობას ასე ვთქვათ, მისგება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი ასე ვთქვათ, შემოსავალი გამომშავებული წყარო შეინახოს უკეთეს ვალუტაში. ფული რა არის, ხო ამ შემთხვევაში, ანუ ეს მაგალითად დოლარი, ლარი, ქაღალდია, მაგრამ სინამდვილეში უნდა გვესწონდეს რეალურად ფული რა არის. არის ინფორმაცია და გვიჩვენია, რომ ეს ინფორმაცია სტაბილურ ვალუტაში გადავაკონვერტიროთ. აი, ერთი კარგი მაგალითია, პატა ბარემ აქვე მოვიყვან, ჩილე იყო ერთ-ერთი, რომელმაც სადა ეს ხელოვნური ინტერვენციით უშუალოდ მაღალი დოლარიზაციის შემცირება. აი როგორც ჩვენთან შეზღუდვებია, იქაც ასეთი ტიპის შეზღუდვები იყო, ზოგ შემთხვევაში უარესი. აი მოკლე კონცეფცია რო გავაკეთოთ, ამან არ გაამართლა და ჩილეში რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, იყო ის, რომ მოდი საერთოდ ამ შეზღუდვებს შევეხოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, იმიტომ რომ იმისთვის, რომ ჩვენი ვალუტა უბრალოდ სტაბილური იყოს. ანუ თავისით ბუნებრივად იმდენ სტაბილური იყოს, რომ მოსახლეობას თვითონ გაუჩნდეს სურვილი, რომ ასე ვთქვათ, ენდოს ჩილეს ეროვნულ ვალუტას და ამან იმუშავა, იმიტომ დოლარიზაცია ბუნებრივად შემცირდა, რადგან ადამიანებმა რომ დაინახეს, რომ ეს ვალუტა სტაბილურად ვითარდება, არანაირი ხელოვნური ჩარევა არ არის, არანაირი უაზრო პოლიტიკით არ იზღუდება, არ უფასურდება და ასე შემდეგ, ადამიანების ინტერესი წამოვიდა აქეთ. ანუ ხელოვნურად რაც არ უნდა ჩვენ ჩავერიოთ, თუ არ ენდობა ადამიანი ვალუტას, ძალიან რთულია ვისაუბროთ იმაზე, რომ გადავართვოთ აუცილებლად. კი ბატონო, ნუ და როგორც ეკონომისტებში არსებობს კიდევ ასეთი ტერმინი, ყველაზე კარგი დედოლარიზაციის პოლიტიკა არის სტაბილური ეროვნული ვალუტა. ანუ პრობლემაც არ არის პატა იმაში, რომ ლარიც არსებობდეს, მაგრამ მიეც საშუალება ადამიანს თავად აირჩიონ, თუ უნდა დოლარიზაცია მაღალი და იყენებენ ენდობიან, მიეც საშუალება, თუ არ მისცემ მაინც იგივე ხო ხდება. ეხლა ტრანზაქციები, სრული ტრანზაქციები რა შეითვლება დოლარში და მე დოლარის გაკონვერტირება ლარში ხდება, მაგრამ თავარი საზომი ხო აქ რეალურად. კი ბატონო, ნუ და ზემოთ ახსენე ის მონაცემები, ვისაც შეეხება აღნიშნული ცვლილება. ძალიან საინტერესოა, მე მინდა ამისი კარგვეული კალკულაცია გთხოვო ეკონომიკურ ჭრილში და ეკონომიკაზე ეს ყველაფერი რაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ყველაფერმა ეკონომიკაზე. იმდენად რამდენადაც რეალურად და რომ შევხედოთ და გავამარტივოთ საკითხი, ადამიანთა რაღაც კატეგორიას, ადამიანთა ჯგუფს დაკრედიტებაზე ezღუდება წდომა, გარკვეული თვალსაზრისით. როგორი შეიძლება იყოს გადაცემა ეკონომიკაზე? აქ ერთი მთავარი მიმართულება, ზოგადად ხა სესხის აღებას, როდესაც სესხს ვუყურებთ, ეს რაში უნდა გადავთვალოთ, ხო? შემდგომში რაღაც ახალ წამოწყებაში, ინვესტიციაში, შეიძლება გარკვეული საქონლის და პროდუქციის შექმნაში, გარკვეული მომსახურების, ამისთვის საჭიროა კაპიტალი. სამწუხაროდ მაინც ჩვენთან კაპიტალზე წვდომის მთავარი საშუალება არის ზუსტად კომერციული ბანკი, რადგან ჩვენ არ გვაქვს პირობითად კაპიტალის ბაზარი, საფონდო ბირჟავით ალტერნატიული წყარო მოიძიო ფინანსების და მთავარი არის ბანკი. შესაბამისად, გამოდის სურათი არის ესეთი. ახლაც რო სტატისტიკას ჩავხედოთ, მაისის მონაცემები პატა, მაისის მონაცემების მიხედვით, რო შევადაროთ ლარში აღებული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი და რო შევადაროთ დოლარში აღებული სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთი. აქ შეგვიძლია ნათლად დავინახავთ, რომ ლარში აღებული სესხების საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით საშუალო არის 14%, იმ ფონზე როცა დოლარში არის საშუალო მაჩვენებელი 9%, დაახლოებით 5%-იანი გაპი გვაქვს ლარში და დოლარში. ანუ ამ ქმედებით ფაქტობრივად, როდესაც ვუზღუდავთ ადამიანებს
ადამიანებს სესხის აღებას დოლარში, ადამიანებს სხვა გზა არჩებათ, მათ უნდა ისეს ხომ, ხან ფულის მოზიდვა უფრო ძვირი უჯდებათ. შეიძლება ბევრმა ამის გამო თავი შეიკავს, იმიტომ რომ აქ ყველაფერი ხო კალკულაციაზე და ბუნებრივია. ბიზნეს პროცესი რამდენი უნდა გადაიხადო პირობითად მომსახურებაზე სესხის, რა უნდა დაადო ფასი, იმუშავებს თუ არ იმუშავებს. ეს შეიძლება გარკვეული შემოფერხებელიც იყოს იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, რომელიც უნდათ რომ ეკონომიკურ აქტივობას ჩამოშორდეს ან გადადოს სულ. კი ბატონო, რაც საბოლოო ჯამში ახლა ეკონომიკაში ხო არსებობს ესეთი ტერმინი ცხადი და არაცხადი დანახარჯი. ეს არის არაცხადი დანახარჯი, იმიტომ რომ რეალურად ეს ბიზნესი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ იყო პოტენციალურად დაწყებულიყო, მაგრამ ეხლა უბრალოდ ვერ დაიწყება. და შემდგომ არაცხადი დანახარჯია, რა პოტენციურ სარგებელს მიიღებდა ეკონომიკა, ამას რო დაეწყო ბიზნესი და დამატებითი სარგებელი შეექმნა ქვეყანაში. ამას სამწუხაროდ ვერ ხედავთ, მაგრამ ესეთი არის ძალიან ბევრი ეკონომიკური აქტივობისთვის ბუნებრივია რომ შემოფერხებელი პროცესია. რაც არ უნდა ჩვენ ვისაუბროთ რომ სამაგიეროდ ლარიზაციას ვაკეთებთ, ერთის მხრივ ვერც ლარიზაციას აკეთებ და მეორეს მხრივ ადამიანებს იმენად ზღუდავ, რომ სხვა გზას არ უტოვებ, რომ მაინც და მაინც აირჩიონ ის ვალუტა, რომელსაც არ ენდობიან და თან ზვირად, ასე ვთქვათ, ისეს. ნოდარ, ძალიან დიდი მადლობა ტრადიციულად საინტერესო ანალიზისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ნოდარ სიბრილაძე ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის თანადამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად და საუბრობდით ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციაზე, რომლის მიხედვითაც 700.000 ლარამდე დაკრედიტება იზღუდება ის ადამიანები, ვისაც შემოსავალი აქვთ ლარში, 1 აგვისტოდან 700.000 ლარამდე სესხს უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებენ.